აი, როდესაც ჩვენ ეკლესიაში ვიმყოფებით და როცა ჩვენ ქრისტიანულ ცხოვრებას ვცდილობთ, კიდევ მეორე უნდა გვახსოვდეს, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის უმთავრესი ღირებულება დოგმატებთან ერთად არის მისტიკური მხარე. ყველა რელიგიურობას გააჩნია მისტიკურობა, ვიღაცა იტყვის სხვა დენომინაციას რა მისტიკურობა არა აქვს, როგორ არა აქვს? არათუ სხვა დენომინაციას, ყველა რელიგიას აქვს მისტიკურობა. არათუ ყველა რელიგიას, ადამიანი თავად მისტიკური ფენომენია. აბა ის ინტუიცია რო აქვს, აბა იმედი რომ აქვს, აბა დროის შეგზნება რო აქვს. გესმით? აბა რაღაცა ყოველთვის რაღაცა ეგზისტენციალური ზრახვები და ტკივილები და სიკვდილზე ფიქრით. ეს ყველაფერი მისტიკური მხარეა. აბა ცხოველს ეს არის საერთოდ არა. ადამიანი იმიტომაც არის ადამიანი, რომ ეს აქვს. ანუ მისტიკური მხარე ადამიანს კი აქვს, მით უმეტეს თუ ადამიანი ფილოსოფიურად მოაზროვნეა, თუ ადამიანი ხელოვანია, ფიზიკოსებსაც გამძაფრებული აქვს, ხო? და შეუძლებელია ფიზიკოს არ ქონდეს და რა თქმა უნდა რელიგიურ ადამიანს, მაგრამ ჩვენ როცა ვსაუბრობთ მართლმადიდებლურ მისტიკაზე, არა ამ საყოველთაო მისტიკურ მხარეზე კი არ ვსაუბრობთ, რომელიც ყველას აქვს და ყველაფერს, არამედ ჩვენ ვსაუბრობთ საკუთრივ ღვთივგამოცხადებულ, ქრისტეს მიერ დაწესებულ მისტიკაზე, როცა ის ამბობს, რომ შეჭამეთ ჩემი ხორცი და სისხლი და მე თქვენში ვიქნები. როდესაც პავლე მოციქული ამბობს, რომ ქრისტიანი ჩვენში და ეს არის სარწმუნოება. ამაზეა საუბარი. საწყენის და სამარცხვინო სწორედ ის არის, რომ მართლმადიდებლები, რომლებსაც გვაქვს მოცემული სული სისავსე ღმერთთან საიდუმლო ურთიერთობისა, ძალიან ხშირად სწორედ არასწორად ფიქრობ და ვაზროვნებ. ცოდნაზე ვაკეთებთ აქცენტს. ცოდნაზე, რომელიც საჭიროა, მაგრამ ცოდნაზე აქცენტირება და დაპირისპირება მისტიკური მხარის, ანუ სასწაულისა, სასწაული ამ შემთხვევაში როგორც მისტიკური მხარე ქრისტიანის ცხოვრებისა, ეს ადამიანს აქცევს ან მწიგნობრად, მაგრამ კიდევ მეორე მხარე აქვს ამას. შეიძლება წარმართად გადააქციოს, წარმართი, ანუ ეზოთერიკოს, ეს ტექნიკური ტერმინია ეზოთერიზმი, რომელიც დაფარულ მოძღვრებას გულისხმობს მხოლოდ განდობილებისათვის, მხოლოდ ანუ რაღაცა განსაკუთრებული ფენის ან რასის ადამიანებისათვის, განდობილებისათვის, რომელსაც სხვა ვერ გაიგებს. სუდი გაგებით საიდუმლოება არსებობს, ეზოთერიკა, ანუ ეს შენ იცი გაიგე და იცი, იმიტომ რომ ღმერთის განსაკუთრებული მოცემულობა ხარ. სხვებმა არ იციან, სხვები ვერც გაიგებენ, შენ იცი ესა და აი აქ იბადება ხოლმე. ესე იქნებოდა სექტები. აი ზღვა სექტები იქნებოდა და არსებობდა, რომელსაც ქრისტიანობის, აღმოსავლური რელიგიის და ასე შემდეგ რაღაცა, კატასტროფული რაღაც ნაზავები იქნებოდა და უამრავი მიმდევარი ყავდა. რატო ემართება ადამიანს ეს? გონება და ცოდნა ხო, ეს ცოდნის მიღების უნარი ხო ღმერთისგან მოცემული უნარია. იმიტომ რომ ცოდნა ამპარტავნებს, ხოლო იმისათვის რომ ეს დაკომპენსირდეს, ადამიანი მარტო ინტელექტუალური აპარატი არ არის და ადამიანს მთელი სისავსე აქვს შესაძლებლობებისა და მისი გონება მარტო თეორიული შემეცნება არ არის. ამიტომ ძალიან საშიშია, როცა ადამიანი მისტიკურ მხარეს წყვეტს თავის სულიერ ცხოვრებაში და მარტო ცოდნას ეფუძნება. რა თქმა უნდა არსებობს ისიც, რომ არ ცოდნას ეფუძნება, არც მისტიკა აქ და არაფერი. ანუ ბევრი სახის დარღვევა არსებობს ქრისტიანის შემთხვევაში. ბოლოს და ბოლოს არსებობს გულგრილობა, როცა ადამიანს არაფერი არ აინტერესებს, უბრალოდ რელიგიურ გზნობას იკმაყოფილებს და მორჩა. ადამიანს ზოგი არის გულმხურვალე და ყველაფერი აინტერესებს, მაგრამ გვერდზე მყოფი ადამიანი არ აინტერესებს და რასაც აკეთებს, ყველაფერს წყალში ყრის. ზოგს მაგალითად იესოს ლოცვა აინტერესებს, ზოგს მარტო ზიარება აინტერესებს, ზოგს მარტო კითხვა აინტერესებს, ზოგს მარტო წირვაზე დგომა აინტერესებს, ზოგს მარტო ქველმოქმედება აინტერესებს. ქრისტიანობა ეს არის მთელი სისავსე. ის არ შეიძლება დაანაწევრო, აი როგორც ადამიანს ვერ დაანაწევრო, ადამიანი დაანაწევრო მოკვდება. არ შეიძლება ქრისტიანობის დანაწევრება, ეს მთლიანი მოცემულობაა, რომელიც თავის თავში ყველაფერს მოიცავს.